საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია ვარ. სახელმწიფოს სადაზღვევო პოლიტიკა რა ხდება დაზღვევის სფეროში, რამდენი ადამიანია დაზღვეული დღეს საქართველოში, რა სერვისით შეუძლიათ სარგებლობა მოქალაქეებს და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს, რაც გულისხმობს მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც 2012 წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები სადაზღვევო რეფორმაში. დღეს ევროპული არჩევანის თემაა, როგორ მუშაობს საქართველოში სადაზღვევო სისტემა. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამომშვიდობისა მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დაზღვევის თემაზე და წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. მიხეილ დოლიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მაგდა ანიკაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, დევი ხეჩინაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი გიგოლაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ მიხეილ, მოდი დავიწყოთ თქვენგან, რაში მდგომარეობს სახელმწიფოს ახალი სადაზღვევო პროგრამა, რა არის ძირითადი მიმართულებები და რა იცვლება? დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ, რომ ის სამუშაო, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროში და მთლიანად მთავრობაში, მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა იმ პროცესების მონიტორინგში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ დღეს არის რეალური პრობლემა ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობენ პენსიონერები, რომლებიც თავიანთ ოჯახებს უმალავენ საკუთარი დაავადების შესახებ, იმიტომ რომ არ აქვთ ხელმისაწვდომობა. მათ წინ აშენებულ ზოგ შემთხვევაში არც თუ გეოგრაფიულად ახლო, მაგრამ მაინც სამედიცინო დაწესებულებებზე. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბავშვებს, რომლებიც მართლაც ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია, მათი ჯანმრთელი და სრულფასოვანი გავითარება ხშირ შემთხვევაში არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო სერვისებზე. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ის ახალი დაწესებულებები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება, შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოსახლეობა მივიდეს და მიიღოს სრულფასოვანი სერვისები. ჩვენთვის კარგად არის ეს პრობლემები ცნობილი. ამიტომ სახელმწიფო დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ლოგიკურად და საექსპერტო მოსაზრებითაც გამომდინარეობს სწორედ ამ პრობლემებიდან. დავიწყეთ იქედან, რომ 40,000 დაზღვეულის ნაცვლად ქვეყანაში ეხლა 1,500,000 ადამიანი არის დაზღვეული. გრძელდება ეს ყველაფერი იმითი, რომ წლევანდელ წელს, წლის ბოლოს ყოველი მეორე მოქალაქე იქნება დაზღვეული, თუმცა ჩვენის პრობლემებიც კარგად ვიცით, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მედიაციის სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს, ასევე ხდება ამ ორგანიზაციის რესტრუქტურიზაცია და კარგად არის ცნობილი, რომ ყველა დაზღვეულის უფლება, ყველა პაციენტის უფლება არ არის ისე დაცული, როგორც ამას სახელმწიფო ისურვებდა და რაც მთავარია, როგორც თვითონ ადამიანები ისურვებდნენ. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა სერვისების მიღების დროს დაზღვეულ ადამიანებს უჩნდებათ პრობლემები და ამ თვალსაზრისითაც სახელმწიფო დგამს გარკვეულ ამ სერვისებზე და ხარისხზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ, ანუ თქვენი მთავარი გზავნილი მოსახლეობისადმი, თქვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის არის, რომ წელს ყოველი მეორე ადამიანი იქნება დაზღვეული. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ 2012 წლის ბოლოს ყოველი მეორე ადამიანი იქნება დაზღვეული. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ყველა საპენსიო ასაკის ადამიანი და ყველა 5 წლის ჩათვლით ბავშვი იქნება დაზღვეული დაბადებისთანავე. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები და ადამიანები, რომლებიც ამ მომსახურებას იღებენ სახელმწიფოდან, აღარ დარჩებიან პირისპირ სადაზღვევო კომპანიებთან ან სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ ზურგს გაუმაგრებს სახელმწიფო. გასაგებია, ქალბატონო მაგდა, თქვენი პარტია, თქვენი მოძრაობა რა ხარვეზებს ხედავს და რა შენიშვნები აქვს სახელმწიფო სადაზღვევო პოლიტიკასთან დაკავშირებით? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის, რომ საქართველოში იზრდება დაზღვეული ადამიანების რაოდენობა, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, რადგან სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით დაუზღვევლები გაცილებით უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე დაზღვეულები, მაგრამ ცხადია, თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც
რომლებიც აქვთ დაზღვეულ ადამიანებს და ასეთი ძალიან ბევრია. მე მეცას გეტყვით, თქვენ შეიძლება ნახოთ ადამიანი, რომელმაც გითხრათ, რომ საერთოდ არაფერში არ გამოადგა მას დაზღვევის პოლისი და ის რაც მას სჭირდება, არანაზღაურდება ამ პოლისით. და ასეთი მაგალითებიც შეიძლება მოვიყვანოთ. თუმცა ზოგადად დაზღვევის სფეროში, მე დაზღვეულ ადამიანებზე ვგულისხმობ, პრობლემები მაინც ორ ტიპად შეიძლება დავყოთ. ეს არის ის, რომ ადამიანები ვერ იღებენ იმას, რაც მათ ეკუთვნით და გათვალისწინებულია მათ პოლისში და იმ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის და ერთ-ერთი თავად პოლისების შემადგენლობა. აქაც არის პრობლემები, ის რომ ბევრ რამეს სადაზღვევო პოლისი არ ითვალისწინებს. შემიძლია მაგალითები მოგიყვანოთ, პირველ რიგში ეს არის მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც ანაზღაურებს სადაზღვევო პოლისი და აქ ბევრი რამე არ შედის, რასაც ხშირად მიშნავენ მედიკოსები, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც საერთოდ არ არის ამ პოლისების ანაზღაურებაში გათვალისწინებული. ასევე შემიძლია გითხრათ კომპიუტერული ტომოგრაფიის და ეგრეთ წოდებული აი მაღალტექნოლოგიური კვლევების მომენტი. 20% თანაგადახდა გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ ეს ახალი კომპონენტი ჩაიდება, მაგრამ აი თუ ჩვენ ავიღებთ რეალურ ფასებს, რა თანხებზეა ლაპარაკიანი თანხა რა არის? აი კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში მინიმუმ შეიძლება 300 ლარი იყოს ეს, ხო? ეხლა თუ დაუშვათ 60 ლარს დაუფინანსებს ხელისუფლება, ის ვინც ვერ იხდის 300 ლარს, ვერ გადაიხდის 240 ლარს. ეს წყალია და განსაკუთრებით პენსიონერებზე საუბარი, ხა წარმოუდგენელია 100 და 120 ლარი რო გადამიას პენსია, ამ თანხასის ვერ გადაიხდის. უკაცრავად დავასრულებ. დიახ, უკაცრავად. განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. კი ბატონო, დაგაზუსტებინებ. დაასრულეთ მაგრა და განსაკუთრებით აი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში იცით რომ სარეაბილიტაციო პროგრამები არ ანაზღაურდება, ხო? ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ბევრ ამ სტატუსის მქონე ადამიანს არ ჭირდება დაუშვათ არც ჰოსპიტალიზაცია, არც რაიმე ძვირადღირებული ოპერაცია, არამედ ჭირდება სწორედ რეაბილიტაცია. იქნება ეს რაღაცა თუნდაც დაუშვათ ლოგოპედის მომსახურება, მასაჟი და ასე შემდეგ, ხო? ეს არის პრობლემა ამ ადამიანებისთვის და თუ პოლისი იქნება მათთვის გათვალისწინებული და ეს თუ არ ვცდები უკვე გადაწყვეტილიც კი არის, აუცილებელი რომ ეს პოლისი იყოს განსხვავებული სხვა პოლისებისგან და მათ საჭიროებაზე მორგებული. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მართლაც არსებობს პრობლემები ამ სფეროში, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და სწორედ ამიტომ დგამთ ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს, რასაც ალბათ მოგვიანებითაც ვისაუბრებთ. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ის ახალი დაზღვევის პოლისში, ასე ვთქვათ, ჩადებული არის უკვე, აქ იყო უზუსტობად ის, რომ 20%-იანი თანაგადახდა არის არა სადაზღვევოს მხრიდან, არამედ დაზღვეულის მხრიდან, ის რომ 80%-ს აფინანსებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პენსიონერების, თუნდაც ბავშვების დაზღვევაზე, უნდა გავითვალისწინოთ, საიდან მოვდივართ. ამ ადამიანებს დღეს სამეცნიერო მომსახურების შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო პროგრამები. ბავშვების შემთხვევაში ეს არის 0-დან 2 წლის ჩათვლით ბავშვები. ისე რომ საკმაოდ ლიმიტირებული ასაკია და ჩვენ ახლა ვზდით, ფაქტურად ვაორმაგებთ ამას აქვს 0-დან 5 წლის ჩათვლით. ასევე არის საპენსიო ასაკის მოსახლეობაზე, რომლებსაც მაგალითად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში მხოლოდ ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი, დიაგნოზები და საკმაოდ 25%-იანი თანაგადახდა ეკუთვნით აი ამ სერვისებში. აღარ ვლაპარაკობ არაფერს იმაზე, როდესაც არის რეანიმაციის, სარეანიმაციო პაციენტი, როდესაც რეანიმაციული, ეგრეთ წოდებული კრიტიკული მომსახურება ესაჭიროება მას, როდესაც დღევანდელ ჩვენ პროგრამაში 6 დღეა მხოლოდ გათვალისწინებული და თუ ადამიანს დასჭირდა 6 დღეზე მეტი რეანიმაციაში ყოლა, ის ყოფნა ის აბსოლუტურად ყველაფერს 100%-ს იხდის თავის ჯიბიდან. მაშინ როდესაც ეხლანდელ პაკეტში არის ეს ულიმიტო და 100%-იანი დაფინანსება. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ონკოლოგიური დაავადებები არის დღეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში პაციენტების ავადობისა და სიკვდილიანობისა. დღეს სახელმწიფო პროგრამა ძალიან ლიმიტირებული ოდენობით უფინანსებს როგორც ქიმიოთერაპიას, ასევე სხიურთერაპიას და ასევე ოპერაციებსაც. ბუნებრივია, რომ ყველაფერი დანარჩენის გადახდას, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ 500 ლარის უფინანსებს სახელმწიფო, მაშინ როდესაც რამოდენიმე 1000 ლარი ჯდება ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება, სრული კურსისა. ამ დაზღვევაშიც იქნება 15000 ლარის ოდენობით 20%-იანი თანაგადახდით. ანუ ჩვენ ვაპარაკობთ კოლოსალურ ზდაზე და კიდევ მეტიც დღევანდელი სახელმწიფო პროგრამები ფაქტურად არანაირ გეგმიურ ოპერაციას არ ეს 20% ეს ციფრი საიდან მოვიდა? რამე გამოთვლებს ეყრდნობოდა, რომ მაინც და მაინც 20% უნდა ყოფილიყო? ბუნებრივია, ჩვენ ავიღეთ საერთაშორისო გამოცდილება, ავიღეთ საქართველოში ექსპერტების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ისე რომ პრინციპში აქ ახალი არაფერი არ არის, არსებობს ეგეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში, ჩატარდა პლუს ამას აქტუარული გამოცვლები
საბოლოო ჩამოყალიბებული, თქვათ, 20% არ არის ჯერ, ამაზე კიდევ მიმდინარეობს ჯელობა და მუშაობა, თუმცა ძალიან სავარაუდოა, რომ სწორედ ეს პროცენტი მივიღოთ. ეს თუ ასე დარჩება, მე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მივესალმები, იმიტომ რომ პირველადი ვარიანტი სწორედ საპირისპირო იყო, ყოველ შემთხვევაში პარლამენტში ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ საუბარი იყო იმაზე, რომ 20%-ს გადაიხდა და მხოლოდ სადაზღვევ. თუ ეს იცვლება, ამას მხოლოდ მივესალმები. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ვერ შეიცვლება, იმიტომ რომ არც ერთი ვარიანტი, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ვარიანტის შემუშავებაში პირადად მე ვიყავი ჩართული რაღაცა დონეზე. ეგეთი ვარიანტი, რომელშიც 20% სიხდი და სადაზღვევო და 80 დაზღვეული, ბუნებაში არ არსებობდა არასდროს. გასაგებია, ბატონო დევი, აი ქალბატონი მაგდა ამბობდა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ საერთოდ არ გამოადგათ ეს სადაზღვევო პოლისი. თქვენ თუ იცნობთ ასეთ შემთხვევებს და თუ იცნობთ რა შემთხვევებია უფრო რომ განგვიმართოთ. მოდით სხვანაირად შევხედოთ ამას. როდესაც რითი უნდა ვიხემძღვანელოთ, როცა ვაფასებთ რაღაცა პროცესს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიხემძღვანელოთ იმ ცნობილი სარწმუნო წყაროებით, რომელსაც იძლევა სერიოზული კვლევები, ვიდრე კერძო განჩინებებით. იმიტომ რომ ძალიან ხშირია ხა მაგალითად ჩემ ოჯახშიც მომისმენია, მეგობრებო, არაფრით არ გამომადგა ეს პოლისი, იმიტომ რომ ის წამალი არ დამიფინანსა, რომელსაც მე მიჩვეული ვარ. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ არ ვარგა. ეს ნიშნავს, რომ ის კონკრეტული წამალი, რომელსაც თქვათ, დეიჩევის მეგობარი წლების განმავლობაში სოს არ იქნა დაფინანსებული და ამას უნდა მიეჩვიოს. უნდა მიეჩვიოს უპირველეს ყოვლისა ექიმი, რომ ის გადაიყვანოს იმ ჩამონათვალიდან ჩამონათვალში არსებულ წამალში, რასაც ექსპერტები ამბობენ, რომ საკამაოა ესეთი ჩანაცვლებით. გასაგებია, თქვენ კვლევები ახსენეთ, სერიოზული კვლევები და ვინ ატარებს და ჩატარებულა თუ არა საერთოდ და გითხარით შედეგები. ჩატარებულა ძალიან სერიოზული კვლევა და აი 2010-11 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა სულ ცოტა ორი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, მაგალითად ერთი არის ჯანდაცვის ხარჯების და მოხმარების კვლევა მსოფლიო ბანკის და სტატკომიტეტის და მეორე არის UNICEF-ის ჩატარებული სოციალური და ჯანმრთელობის სერვისების მიმართ ბარიერების კვლევა. ორივე ეს კვლევა ერთნიშნულოვნად ანახებს ძალიან სერიოზულ ერთის გაუმჯობესებას დაზღვეულთათვის, უპირველეს ყოვლისა, ხელმისაწვდომაში სამედიცინო სერვისების და მეორე ამ ადამიანების კმაყოფილებას და ერთეული ადამიანები ყოველთვის იქნებიან, ვინც უკმაყოფილოა. მე კიდე ერთი რამე უნდა მინდა გითხრათ, აგერ ბატონმა მიხეილმა მედიაციის სამსახური. მედიაციის სამსახურში იქ არის რამოდენიმე კატეგორია სირთულის მიხედვით სამედიაციო შემთხვევების, ერთეულოვანი შემთხვევებია, სადაც რთულია, მართლა სადაც ადამიანს რაღაცა ეკუთვნოდა და ვერ მიაღწიეს ამის მიღებას. როგორც წესი, კომუნიკაციის პრობლემა, რომელსაც მედიაციის სამსახური ძალიან ეფექტურად აგვარებს. ასე რომ, მე მინდა იცით რა არის, ეს არის განსხვავებული სიტუაცია იყო, რომ დაიწყო ეს ყველაფერი. მაშინ გაცილებით უფრო მეტი იყო ხახუნი ამ სისტემაში. ეხლა ის რაც ეხება 218 დადგენილ სახელმწიფო დაზღვეულებს, რომლებიც დღეს არიან დაზღვეულები. იმათი საქმე, ესე ვთქვათ, რელსებზე დგას. და იმათი მატარებელი მიგორავს საკმაოდ კარგად. მე არ ვამბობ იდეალურად. არც პროდუქტია შეიძლება იდეალური, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამე, რომ ჩვენ ვართ საქართველოში, მისი ეკონომიკით, მისი შესაძლებლობებით და ჩვენ ვლაპარაკობთ სადაზღვევო პროგრამებით, რომლის ღირებულება წელიწადში არის 121 ლარი. ესეც უნდა გვესმოდეს, ეს უნდა გვახსოვდეს. მეორე თემა, მე მინდა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხდება წელს. და ეს არ არის მარტო ის, რომ მთავრობამ წელს, რაც ბატონმა მიხეილმა ბრძანა, მართლა არსებული პროგრამული დაფარვა პენსიონერებისთვის, არაღარიბი პენსიონერებისთვის. ხო, ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ღარიბი ნაწილი დაფარულია. არაღარიბი პენსიონერებისთვის, ბავშვებისთვის და ეხლა კიდე სტუდენტებისთვის შეცვალა სადაზღვევო დაფარვით, რომელიც სერვისის თვალსაზრისით მართლა ცადა დედამიწაა. აქ მეორე რამე ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არის ჩვენთვის, აი ხა მთავარი ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რაც ხდება. პირველად არაღარიბ ოჯახებში მასობრივად შევა დაზღვევა. პირველად არაღარიბი ოჯახები, რომლებიც არასოდეს თავის ისტორიაში, თავის გამოცდილებით არ იყვნენ დაზღვევის მომხმარებლები,
ამ სახელმწიფო პროგრამა ერთვებიან სადაზღვეო სისტემაში. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, არის ოჯახი, ერთი შვილი ყავს 5 წლის, ან 4 წლის, მეორე ყავს 8 წლის. 5 წლის შვილი სახელმწიფომ გამოუგზავნა სადაზღვეო პოლისი და 8 წლის არა, ანუ გახდა ასიმეტრია. ბუნებრივია, რომ აქ ჩდება რეალური შანსი არასახელმწიფოს მიერ, ანუ ნებაყოფლობის დონეზე ნიშნავენ ნაწილის მოსახლეობის დაზღვევის. ეს რასაკვირველია დაკავშირებულია იმასთან, რომ სადაზღვეო ინდუსტრიამ სერიოზულად უნდა იმუშაოს ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ადამიანები ანუ თქვენ ამბობთ, რომ იმ 8 წლის ბავშვსაც ოჯახი უკვე თავისი ხარჯებით აუცილებლად მე მგონია, რომ თავისი ხარჯებით და საერთოდ ძალიან იცვლება ეს თემა. და მე კიდევ ახლა რაღაც რაოდენობებზე ვლაპარაკობ, მე არა 50% არ იქნება წლის ბოლოს დაზღვეული მოსახლეობის, ბევრად მეტი იქნება. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ყავს 1.5 მილიონი, რეალურად ამ სტუდენტებიანად 900 მეტი ემატება და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ანუ ეს თემა აუცილებლად მოიტანს ნებაყოფლობის გასაგებია, ქალბატონ მაგდას მინდა ვკითხო პირველ ნაწილზე, რასაც ბატონი დევი ამბობდა, რომ ის ეყრდნობა კვლევებს ამ შემთხვევაში, თქვენ კერძო შემთხვევებს და აი ამაზე მინდა ვკითხო. თუმცა ესეც უნდა აღნიშნოთ. ვიცნობთ თუ არა ამ კვლევებს, რაზეც ბატონი დევი ვიცნობ ამ კვლევებს და აქ ერთი მომენტი არის ამ კვლევებში ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი დევი საუბრობდა სიტუაციის გარკვეულ გაუმჯობესებაზე, იქ ერთი კომპონენტი არის, ეს არის ხარჯები, რომელსაც მოქალაქეები იხდიან, თლიან ჯანდაცვის ხარჯებში მოქალაქეები იხდიან საკუთარი ოჯახის ბიუჯეტიდან. ეს ხარჯები ძალიან დიდი. მე თუ არ მეშლება დაახლოებით 70%-ამდე ადიოდა ეს თანხა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს ცალკე დაზღვევის პროგრამა და ამდენი ადამიანი არის დაზღვეული, მაინც საქართველოს მოქალაქეები, აი მთელი ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 70%-ამდე იხდიან საკუთარი ჯიბიდან და ეს არის ძალიან დიდი თანხები. ხო, ანუ ეს არის მთავარი პრობლემა, ანუ ფინანსური ხელმისაწვდომობა, რომელიც დღეს აქვს ადამიანებს და როდესაც საუბარი იყო ამ ჯგუფების გაფართოებაზე და სტუდენტების დაზღვევაზე იყო აქ საუბარი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქ ჩნდება ახალი რისკები. იგივე და უშუალოდ პრობლემები, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს შეიძლება შეექმნათ, როდესაც ამდენი ადამიანი შედის ამ სისტემაში და უბრალოდ საინტერესოა, რამდენად მზად არის სახელმწიფო ამისთვის სადაზღვევო კომპანიებთან ერთად და რას გააკეთებს დაუშვათ კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანები, რომელთაც არ ქონიათ შეხება ამ სფეროსთან, რომელთაც არ იციან ჯერ როგორ უნდა ქონდეთ ააწყონ ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიებთან, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები, იმიტომ რომ მარტივად თუ დაუშვათ მათ რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ანუ არს მიიღებენ, ან არ მიიღებენ იმ ხარისხის მომსახურებას, რომელსაც ისინი ელიან და რომელიც მათ ეკუთვნით პრინციპში კანონით, ხო? აქ უნდა არსებობდეს ვიღაც, რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებს და აწესებს. გასაგებია, ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, შეაფასოს სახელმწიფო პროგრამა ჯანდაცვის როგორ მიმდინარეობს? უფრო დაზღვევის კუთხით შევაფასებ ამას, უფრო დაზღვევაში მეტად ვარ პროფესიონალი ვიდრე მთლიანად სამედიცინო სისტემაში, მაგრამ ჯერ ერთი, რაც გაკეთდა, კარგი და ცუდის კატეგორიები თუ ლაპარაკობთ, სულ არაფერს ეს ერთი და ცალსახა მიდგომაა, მაგრამ სულ არაფერს, რა თქმა უნდა, ჯობს. პრობლემები გამომდინარეობს ორი მხარე აქვს პრობლემას. ჯერ ერთი, ინფორმირებულობის მართლა დაბალი დონე. ეხლა რა ხდება? აქ თაობიდან თაობას პოლისები არ გადაეცემოდა. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული სადაზღვეო კულტურა შედგება რაღაც კომპონენტებისაგან. ერთ-ერთი ეს კომპონენტი არის ტრადიცია, ანუ მე შევეშვათ რისკთან თამაში, გვიყვარს, არ გვიყვარს, მე მაქვს პოლისი, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე სადაზღვეო კომპანია. შესაბამისად, მე მეშინია ამ პოლისის გამოყენება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ 2-3 წლის წინადელ მდგომარეობას დღევანდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად ჯობს, იმიტომ რომ იმ ეგრეთ წოდებულ უმწვეოთა, ანუ სოციალურად დაუცველთა პედაგოგთა უკვე მესამე თუ მეოთხე წელია პოლისი აქვს და მაინც რაღაცა ისწავლეს აი ამ პერიოდში. მიმართვები იზრდება, თუ არ ვცდები, 2011-ში უკვე 80% იყო ზარალიანობის, ანუ ყოველი 100 ლარიდან სადაზღვეო კომპანიამ გასა 80 ლარი. ეს კაია, ამას მივესალმები. მეორე, ეხლა რეალობა უნდა ავიღოთ, რა თვეში 11 ლარს რომ იხდის ერთ დაზღვეულ, ну ამ შემთხვევაში სახელმწიფო ერთ დაზღვეულზე, 11 ლარად შეუძლებელია იდეალური პროდუქტი მივიღოთ, რომელიც რამოდენიმე ასეული ლარი დაჯდებოდა ისე ადამიანს რომ ეყიდა ყველა თითქმის ყველანაირი დაფარვით. აქ მეორე რაღაცაა გასთვალისწინებელი. ქალბატონო მაგდამ თქვა ამ თემას უფრო განვავრცობ. რესურსი. 2008 წლამდე ახლა ზუსტად არ მახსოვს, რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო, ვინც ფლობდა სამედიცინო დაზღვევის პოლისს. კვეთრად გაიზარდა რამოდენიმე ასეულ ათასამდე. ეხლა სახელმწიფოს მიერ დაზღვეული, ეგრეთ წოდებული უმწვეოთა და პედაგოგთა დაზღვა და პლუს კიდევ რაღაც პატარა კატეგორია იქ ჩასმული, მოიცავს დაახლოებით 1 მილიონამდე ადამიანს.
ძალიან დიდი რესურსი დაჭირდა სადაზღვეო სისტემასაც და სამედიცინო სისტემა. ეხლა სამედიცინო დაზღვევა მხოლოდ დაზღვევა არ არის, ხო, იქ საავადმყოფო კლინიკა და ამ შემდეგ ეს სისტემა უნდა გამტარუნარიანობაზეა უკვე ლაპარაკი. აქ ჯერ მივესალმები მე როგორც საქართველოს მოქალაქე და მე რა სადაზღვეო ინსტიტუტს წარმოვადგენ და ჩვენი პოზიციაც ასეთია, თუ ადამიანს უჭირს მას რომ დავეხმაროთ, კი ბატონო, ბიუჯეტიდან, ვისაც არ გვიჭირს, გავცეთ ეს თანხა მათზე და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ აირჩია სამედიცინო სისტემის გარკვეული ფუნქციები გადააბაროს კერძო სექტორს, სადაზღვეო სექტორს. კი ბატონო, ეს ერთსაც მეორესაც შეიძლება დაიჭიმოს სისტემა ვეღარ გაუძლოს. ნახეთ, აქ დღესაც არის გამტარუნარიანობის პრობლემა. რიგები არ გვინდა ისეთ თეორიული მსჯელობა, ხო, უბრალოდ მივიდეთ, ექიმთან მისვლა შეიძლება რამოდენიმე დღე დაჭირდეს. თან აქ ადამიანი ბატარეას ხომ არ თამაშობს, მოგება 3 დღის მერე აიღოს და არაფერი დაშავდება, აქ ჯანმრთელობას ეხება, ხო, საქმე. და თან ნახეთ ახლა ორმაგდება სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა. ანუ სადაზღვეო კომპანიებსაც და სამედიცინო დაწესებულებებსაც უხეშად დაახლოებით 2-ჯერ მეტი კლიენტი გაუჩნდება. 2-ჯერ მეტ კლიენტს, 2-ჯერ სწრაფი, 2-ჯერ მეტი თანამშრომელი, 2-ჯერ მეტი სავარაუდოდ ალბათ კაპიტალი, გაფართოება ინფრასტრუქტურა. აი ამ საკითხს მინდა შევეხო და დაუსვა ბატონ მიხეილ. რამოდენიმე კი ბატონო, თქვენიაც და შემდეგ მინდა კითხოთ, რამდენად თქვენს ბატონდები, მათ შორის რამდენად მომგებიანია კონკრეტული კომპანიებისთვის აი ამ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა. ჯერ მინდა მოგახსენოთ ის, რომ ამ კვლევების შედეგად სწორედ დაზღვეულ ადამიანს აქვს 9-ჯერ მეტი შესაძლებლობა, 9-ჯერ მეტი შანსი, ასე ვთქვათ, იმისა, რომ მან მიიღოს სამედიცინო მომსახურება ნულოვანი დანახარჯით. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ბუნებრივად თვალყურს ვადევნებთ ახალ დაწესებულებებში როგორ გაიზარდა მიმართვიანობა და დაახლოებით 600%-ით გაგვეზარდა ამბულატორიული პაციენტების მიმართვიანობა და დაახლოებით 500% სტაციონარული პაციენტებისა. გამტარებლობის პრობლემას რაც შეეხება, ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას, იმიტომ რომ საქართველოში იყო დრო, როდესაც 21,000 საწოლი იყო მთლიანად და ამის დატვირთულობა 10%-ზე ნაკლები იყო. რიგები არ არის, ბატონ მიხეილ? სტაციონარში რიგები არ არის. არის ქალაქებში, მაგალითად თბილისში, რიგები ოჯახის ექიმთან, თუმცა მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ჩვენი პრობლემა არის, რეალურად ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ. მაგალითად, ახალ დაზღვევასთან ერთად სადაზღვეო კომპანიებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ დაზღვეული ადამიანების რაოდენობასთან ერთად, მაგალითად, ყოველ 2000 დაზღვეულ ადამიანზე მათ უნდა ყავდეთ მინიმუმ 1 ოჯახის ექიმი, ყოველ 700 დაზღვეულ ბავშვზე მათ უნდა ყავდეთ მინიმუმ 1 ოჯახის ექიმი ან უბნის პედიატრი, თუ ესეთი არსებობს და ასე შემდეგ. ისე რომ ეს პრობლემა რეალურად იყო, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ მაგალითად ბრიტანეთში, რომელსაც ითვლება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს და უნივერსალური ხელმისაწვდომობა ფაქტიურად მიღწეულია, ადამიანს ოჯახის ექიმთან მოსახურება ჭირდება დაახლოებით 12-დან 18 თვემდე. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ სიტუაციებზე, მათ შორის საქართველოში, როდესაც გეგმიურ ვიზიტებზეა ლაპარაკი. როდესაც გადაუდებელია მდგომარეობა, იქ ბუნებრივია არანაირი შეყოვნება არ არის და შეყოვნებები იყო მართლაც მაშინ, როდესაც მესტიიდან, ახმეტიდან თუ ხულოდან ადამიანი მაინც და მაინც ქუთაისში ან თბილისში უნდა ჩამოსულიყო. გასაგებია ეს საკითხი, რაც შეეხება ჩემს შეკითხვას, ეს ეხება სადაზღვეო კომპანიებს და სახელმწიფოს ურთიერთობას. ფინანსურად მათთვის ეს პროგრამები რამდენად მომგებიანია? ჯერ თქვენ პასუხეთ ბატონ მიხეილ, შემდეგ ბატონ დევიდ. ფინანსურად რამდენად მომგებიანია, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ იმ ანგარიშებიდან, რომელსაც თითოეული სადაზღვეო კომპანია და საკმაოდ გამჭვირვალე სხვათა შორის აწვდის ყოველთვიურად ეროვნულ ბანკს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ანალოგიური რეპორტირება ჯანდაცვის სამინისტროსთან სადაზღვეო კომპანიებისგან გარკვეული უნიფიცირებული ფორმატით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის თითოეული სადაზღვეო კომპანიის ბიზნეს გადაწყვეტილება, ესეთი ურთიერთობა სამინისტროსთან კონდეს თუ არ კონდეს და ნამდვილად არანაირი ძალდატანება არ არსებობს იმისა, რომ მათ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა მიიღონ. რაც შეეხება მათ მზაობას, მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ როდესაც ეს იყო ძალიან ახალი ხილი, ასე ვთქვათ, ვაპარაკობთ 2006-7 წლებზე, როდესაც მართლა ინტენსიურად დაიწყო ადამიანების დაზღვეულების მასიურმა ნაკადებმა შედინება სადაზღვეო კომპანიებში, მათ მართლაც არ ქონდათ ამისი გამოცდილება, უმეტეს შემთხვევაში არ ქონდათ ასევე ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ინდუსტრია ჩემი წარმოდგენით და იმ სურათით, რასაც მე ვუყურებ, რა, რეალურად ფეხზე დგას და ისინი
ჩვენ ეს პროცესი ბუნებრივია, თუნდაც პენსიონერების და ბავშვების დაზღვევაზე როცა არის ლაპარაკი, ბუნებრივია ეს ერთი კვირის გადაწყვეტილება არ არის. აქ იყო რამოდენიმე თვის სამუშაო პერიოდი, ეს მუშაობა დაიწყო 2011 წელს და ბუნებრივია ინდუსტრიას ჰქონდა შესაძლებლობა რომ მომზადებულიყო. რაც შეეხება კომპანიების და სახელმწიფოს ურთიერთობას. მომგებიანობა მე საერთოდ არ ვთვლი რომ ეს ისეთი ახლა ბიზნესი მომგებიანი უნდა იყოს, აქ ითქვა რომ დაახლოებით რა თქმა უნდა ბიზნესმენი ზარალიანობა ხო ეს ცუდი სიტყვა სულ ყურში ხვდებათ ხოლმე ადამიანებს ანუ 100 შემოსული ლარიდან დღეს საშუალოდ რო ვთქვა 80 ლარი იხარჯება სახელმწიფო პროგრამაში უმწეოებში მომსახურებაზე სამედიცინო მომსახურებაზე დანარჩენი ამის ყველაფრის მართვაზე და ასე შემდეგ და რაღაცა კომპანიას რჩება კიდევაც და სწორედ იმიტომ უზარმაზარი мотиваცია თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მარტო სადაზღვევო ინდუსტრიის ინვესტიცია ჰოსპიტალურ სექტორში 150 მილიონ დოლარზე მეტია. ასე რომ ეს არ არის ესეთი იოლი საკითხები. ბუნებრივია რომ ეს კეთდება მათ შორის იმის იმედით, რომ მომავალშიც, არა დღეს მარტო, არამედ მომავალშიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის ფონზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის იქნება რეალისტური, ადეკვატური თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო კარგად შეაფასებინებს ყველა მხარეს, საზოგადოებასაც, თავრობასაც და კერძო ინდუსტრიასაც, ადამიანებსაც, რაში იხარჯება ეს ფული. ანუ დღეს კერძო სექტორის დაინტერესება ამ სფეროში რა არის, რომ უბრალოდ სახელმწიფოს გვერდში დაუდგეს და ფინანსური მოგება დღესვე არ ნახოს. როგორ არა, დღესაც ნახულობს მოგებას, ბიზნესი იზრდება, სოციალური როლი იზრდება. ეს უზარმაზარი ცვლილებაა 2008 წლის მერე. გასაგებია, ქალბატონ მაგდა ამ საკითხზე მინდა თქვენი. ჩავერთოთ ეს ძალიან პრობლემატური და მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ დაზღვეული ადამიანების პრობლემებზე, არამედ თავად სადაზღვევო კომპანიების მდგომარეობაზე, იმიტომ რომ კარგად გვესმის, რომ თუ სადაზღვევო კომპანიები არ იდგებიან მყარად, ისინი ვერ მოემსახურებიან ხარისხიანად საქართველოს მოქალაქეებს და აქ სადაზღვევო სექტორს აქვს სერიოზული პრობლემები და ამ პრობლემებს პირველ რიგში ქმნის ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებებით. ახლა რამდენად მომგებიანი წარმატებული ზღვეულთა ასოციაციის პრეზიდენტი ბრძანდება აქ და ქალბატონი მაგდა გამოხატავს იმ პრობლემებს, რაც სადაზღვევო კომპანიებს თითქოს აქვს. ბატონო მიხეილ, მე მგონი არ არის პრობლემა რომ გამოხატოთ ჩემი. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ საინტერესო ფაქტია. არის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ამიტომ ბუნებრივია რომ გამოხატავს თავისას და ისეც რომელიც შეიძლება თქვენ არ ეთანხმებით. ილაპარაკებდა თუ ესეთი ღრმა არის მართლაც პრობლემები და სახელმწიფომ თავის ნაბიჯებით თუ მართლა ესეთი დაღი დაასვა, ასე ვთქვათ. უკაცრავად, დიახ, ბოდიში. და პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ ერთმანეთის მიყოლებით სადაზღვევო კომპანიები ხრებიან ჩვენი რეალობიდან და ბოლო ყველაზე მსხვილი იყო იმედიელი, ეს არ იყო დღეს გუშინ გაჩენილი კომპანია, ეს იყო წლების განმავლობაში ძალიან მსხვილი მოთამაშე, რომელმაც ვერ გაუძლო იმ პირობებს, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. და პირველ რიგში ეს იყო ჰოსპიტალურ სექტორში სადაზღვევო კომპანიების ჩართვა, იმიტომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ იმისთვის, რომ ეს ტვირთი მათ აეღოთ, მათ მოუწიათ სერიოზული ფინანსური დანახარჯების გაწევა, მათ შორის ეს იყო კრედიტები უცხოური ბანკებიდან ასე შემდეგ, რამაც არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს შეექმნა მძიმე სიტუაცია, ძალიან გართულა დაზღვეულების ცხოვრებაც, იმიტომ აქ საუბარია პირველ რიგში ინდივიდუალურ დაზღვევაზე, გაზვირდა მკვეთრად კორპორატიული ან ინდივიდუალურ დაზღვევაზე, ვინც თავად ყიდულობდა დაზღვევას იმ ადამიანებისთვის ეს პოლისები და ასევე შემცირდა სერვისები. იმისთვის, რომ აი ეს პირდაპირი დავალება მთავრობის მხრიდან და ეს ასე იყო, იმიტომ რომ ყველას კარგად ახსოვს საზოგადოებას, როდესაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი აი ეს იბარებდნენ დაუშვათ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს და ზოგადად ეს რამდენად სწორია, როდესაც ხელისუფლება კერძო ბიზნესს ასეთი თის დაქნევით საჯაროდ ელაპარაკება, ეს ცალკე საკითხია და მათ ეუბნებოდა, რა თქვენ ახლა უნდა ააშენოთ სამედიცინო დაწესებულებები. აქ ერთი ცალკე პრობლემა ისე, რომ ჩვენი კანონმდებლობის რო არ არის გამიჯნული ეს სეგმენტები, ანუ ის რო ერთი და იმავე კომპანია თან აზღვევს მოქალაქეს, თან არის სამედიცინო დაწესებულების ფლობელი, თან პლუს ფარმაცევტულ ბიზნესში მონაწილეობს სერიოზულად და შეიძლება იყოს მწარმოებელის, მედიკამენტების იმპორტიორი, დისტრიბიუტორი და ასე შემდეგ. ხო, ასეთი ანალოგი უბრალოდ არ არსებობს, ეს არის ქართული მოდელი. ძალიან დიდი ბოდიში, რა მართლა მინდა ქალბატონო მაგდა რომ რაღაც კორექტულობის ზღვარი დავიცვა, მაგრამ ისეთ ფაქტებზე არის ლაპარაკი, რომელიც მათი დიდი ნაწილი მარტივად ბუნებაში არ არსებობს რა. მინდა გითხრათ, ჯერტი რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას, მე მინდა მოგახსენოთ, რომ 150 ახალი საავადმყოფო შენდება ქალბატონო მაგდა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს ფაქტი იცით. აქედან მხოლოდ 46 არის სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილი. ისე რომ ჩვენ 150-46 გამოვაკლოთ, იმდენს აშენებს არასადაზღვევო კომპანია.
ის ფაქტი, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ ბიზნესში ჩაერთვენ, რასაც ქვია სერვისების მიწოდება, ეს იყო მათი გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ კონკურსში იყო მონაწილეობის მიღება, კონკურსში თავის ნებით. არა, ხალბატონო მაგდას, ეს მე მესმის, რომ თქვენ ასე იცით რა არის საბოლოო ჯამში, მე იმის თქმა მინდა, რომ ხა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომელიც ქრისტიან დემოკრატებს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას მომგებიანად შეიძლება მიეშთეს და შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. და მე მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვისმენთ, დარწმუნებულიო, რომ გაცილებით უფრო დაინტერესებულები არიან. დაზღვეულ ადამიანებს ძალიან აინტერესებს. იმედი ელში დაზღვეულ ადამიანებს და ამას კი მართლა სახელმწიფო უზრუნველყოფს. საერთოდ ვერ გაიგებენ, რომ იმედიელი ჩანაცვლდა, ჯერჯერობით არ ჩანაცვლებულა, სხვათა შორის სასურველია, რომ უფრო მეტი არგუმენტები მოვისმინოთ ხოლმე ჩვენ, იმიტომ რომ იმედიელი ისევე აგრძელებს არსებობას, როგორც არსებობდა. ეს იქნება, მაგრამ მე რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ამ თემით და ამ საკითხით დავბრუნდებით ისევ რეკლამაა ჩვენს ეთერში, რამდენიმე წუთში კვლავ ეთერში ვართ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა დაზღვევა და რეკლამაზე გავედით მაშინ, როდესაც საუბრობდით, რამდენად ნებაყოფლობით არიან ჩართული სახელმწიფო პროგრამაში კერძო კომპანიები. ბატონ დევი, მოდით ახლა თქვენგან განვაგრძოთ რეკლამის შემდეგ ამ თემაზე საუბარი, შემდეგ ბატონ გიორგი თქვენ. დავიწყოთ თავიდან. პირველი, დღევანდელი სახელმწიფო პროგრამები ფინანსურად პოზიტიურია. მართალია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემძირდა ამათი მომხიბლაობა ფინანსური, იმიტომ რომ გაიზარდა დანახარჯები, მაგრამ დღესაც პოზიტიური. ეს პირველი. მეორე, რაც შეეხება ინდუსტრიის ჩართვას ჰოსპიტალურ განვითარებაში, ეს ჩართვა იყო დიდი შესაძლებლობა, სხვადასხვა სიხარულით შეხვდნენ შეიძლება ამ შესაძლებლობას, მაგრამ ყველა მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო და იმედიელის ამბავი რასაკვირველია, ძალიან საწყენია. საწყენია იმიტომ, რომ სრულიად გამართული სადაზღვევო კომპანია. ძალიან კარგი რეპუტაციის. ფაქტიურად მოხდა მისი ფლობელობის შეცვლა. კომპანია არსებობს, ფლობელი შეეცვალა და ეს ფლობელობის შეცვლა იყო დაკავშირებული მის მიერ ჰოსპიტალურ სექტორის აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც ვერ შეასრულა. ანუ ცოტა რატომ ვერ შეასრულა? ნუ იმიტომ რომ ფინანსურად ვერ აწია ის, რაც აიღო თავის თავზე. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო არასისტემური პრობლემა, არამედ კონკრეტული მენეჯმენტის პრობლემა? მოდით ესე ვთქვათ, სხვადასხვა გარემოებების დამთხევების პრობლემა. როდესაც ეს არის მათ შორის პრობლემა, ჩემი აზრით, საქართველოს ფინანსური ბაზრის, სადაც იმედიელისნაირმა გამართულმა კომპანიამ საჭირო ფინანსური რესურსი იმ ერთადერთი რესურსიდან, რომელიც საბანკო სექტორიდან ვერ მოიძია. სამწუხაროდ ესეთია დღეს საქართველოში რეალობა და ალბათ ცოტა რეალურად რო ვთქვათ, ცოტა ამბიციურად შევიდნენ ამ პროექტში, მათ შორის ხარისხშიც იმედიელის დანახარჯი მშენებლობაზე არის მეტი ვიდრე სხვების საშუალოდ, რაც უკვე ჩანს, მათ ძალიან სერიოზული მიზნები დაიცვეს, ევროპული ხარისხის, ევროპული სტანდარტის კლინიკები ქონოდათ და არ გამოვიდა ამ თვალსაზრისით, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ საწყენია, უბრალოდ, მაგრამ იმედიელი არ გამქრალა. იმედიელს შეეცვალა გასაგები. ფლობელობა. ბატონ გიორგი. რამდენად მომხიბლავია და როგორ ჩაერთვნენ სადაზღვევო კომპანიები, მე უბრალოდ მახსოვს ტენდერი რომ გამოცხადდა, მაშინ ყველა მონაწილეები და ყველა სადაზღვევო კომპანია ცდილობდა რამენაერად რაღაცა ნაწილი მაინც ამ დაზღვევის მიეღო. სხვა სახის შეხვედრებს მე არ დავსწრები ვარ, უბრალოდ ის არ ვიცი, მაგრამ აქ არის სხვა მომენტი. იმის მერე გავიდა ფასი განისაზღვრა და ფასი არ შეცვლა. მას მერე გავიდა 2 წელი დაახლოებით და 9 ლარი და 11, ერთ-ერთ კომპანიას თვეში 9 ლარად აქვს ეს ნაყიდი, დანარჩენებს 11 ლარად. ეს ფასი ბატონო 9.70-ად უბრალოდ დავაზუსტებ. პრინციპულად მაგრანგში 9-დან 11 ლარამდე ტრიალებს და დღევანდელი 9 და 11 ლარი მაშინდელთან შედარებით ცოტა გაუფასურებულია. თან უნდა გავითვალისწინოთ მიმართვების რაოდენობა გაიზარდა, რაც მაშინ იყო მეტად მომგებიანი, ეხლა სადაზღვევო კომპანიებს მაინც რჩებათ მოგება, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლები.
თუ კი აი ისევ იგივე რიცხვს გავიმეორებ, ადრე გაიცემოდა ყოველი 100 ლარიდან 40 ლარი ზარალების ანაზღაურებაზე, დღეს უკვე 100 ლარიდან 80 ლარი გაიცემა. თქვენ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რაც ქალბატონმა მაგდამ თქვა, რომ შეთავაზება რაღაც იძულებით ფორმას ატარება. მე ვიცი, რომ ნებისმიერ ბიზნეს გადაწყვეტილებას იღებს ბიზნესმენი, მათ ყოველ შემთხვევაში ისე არ ყოფილა, რომ აბსოლუტურად ყველას მაშინ ეთქვა უარი ამაში, უბრალოდ ვიცი ეს ფაქტები. პირიქით, დიდი სურვილი იყო მიეღოთ. თუ კი რომელიმე კომპანიას არ სურდა მონაწილეობის მიღება ამ პროგრამებში, ის იტყოდა უარს. ეხლა ყველას დაუშვათ 10-ვეს უარი რომ ეთქვა, ამას ძალიან დიდი მიზეზი უნდა ქონოდა და ალბათ სახელმწიფო, რომელიც აპირებს ამ პროგრამების სადაზღვეო სექტორზე გადაცემას, რაღაც სხვა გზებს გასაგები. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება, ყველა საკითხს ვერ შევეხებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ აქ არის სადაზღვეო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო მომსახურების ხარისხი ასევე. ეს ორი სხვადასხვა საკითხი. მოდით ბატონ მიხეილ, თქვენგან დავიწყოთ, თქვენ როგორც მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენელი, თქვენ თავად რა პრობლემებს ხედავთ, როგორც მომსახურების ხარისხი, როგორც სადაზღვეო, ასევე სამედიცინო. იცით, მე უბრალოდ მინდა რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ალბათ იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაცემას უყურებენ, ძალიან დააინტერესებთ ის, რომ 2012 წლის განმავლობაში საქართველოში ყველა საპენსიო ასაკის ადამიანი დაეზღვევა, ყველა 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვი დაეზღვევა. ეხლა მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა სტუდენტების დაზღვევაზე. ეს არის თავისთავად ძალიან საინტერესო ჩვენი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხს, მე პირდაპირ გეტყვით, რომ იმ დროს, როდესაც მოხდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის დრამატული განახლება, იმ დროს, როდესაც გეოგრაფიულად ადამიანებს უკვე ძალიან მარტივად მიუწვდებათ ხელი სერვისებზე, ანუ უკვე საკუთარ რაიონებში, ხშირ შემთხვევაში საკუთარ სოფლებში და რეგიონებში აქვთ ის თანამედროვე სტანდარტის კლინიკები, რომელიც იხსნება და იხსნება, იმ დროს, როდესაც ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს, ეს პრობლემა დიდია, მაგრამ ამ მიმართულებითაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, ჩვენი სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატკივარად, ესე გეტყვით, პირდაპირ რჩება იმ ადამიანური რესურსის მომზადების დონე, რომელიც დღეს სისტემაში მუშაობს. სამედიცინო პერსონალის. ბუნებრივია, რომ მე არ გულისხმობ იმას, რომ ჩვენ საქართველოში არ ყავს კვალიფიცირებული ექიმები და ექნები, ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს ძალიან სერიოზული ხალხი, ძალიან სერიოზული ექნები, ძალიან სერიოზული ექიმები, რომლებიც მართლაც ყოველდღიურად თავისი დაუღალავი შრომით და თავისი მართლაც სიღრმისეული ცოდნით ბევრი ადამიანის განკურნებას ახერხებენ, სიცოცხლეს გადაარჩენენ და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ აი ესეთი დონის იყოს საქართველოში მომქმედი ყველა ექიმი. ანუ დღეს სანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ ადამიანური რესურსის მომზადებაზე. ამაში ბუნებრივია და ეხლა მე იმედი მაქვს, რომ ამაშიც ცილს არ დაგწვავებენ, რომ ჩვენ ვაძალებთ ვინმეს და საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი დავალებებს აძლევს, რომ კომპანიებმა მათ შიგნით მომუშავე ექიმები და ექნები დაატრენინგონ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, უფრო მეტი სინამდვილეში 1 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარდა და ტარდება და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი, როდესაც ტრენინგების რაოდენობა გნებავთ ექნებისთვის ან ექიმებისთვის არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მართლაც ბოლო 20 წლის განმავლობაში. ისე რომ ბუნებრივია ჩვენ ადამიანური რესურსი გვჭება ქვაკუთხედად იმისა, რომ მომსახურების დონის დას მიყვეს ადამიანური რესურსის განვითარება. ბატონდები, გამოყო ბატონმა მიხეილმა თავარი საკითხი, ეს არის ადამიანური რესურსი. თქვენი აზრით კიდევ რა საკითხები არის პრობლემური? როცა ხარისხზე ვლაპარაკობთ. როცა ხარისხზე კი არა, საერთოდ როცა ვლაპარაკობთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე, გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც აქ გაჟღერდა, უმნიშვნელოვანესი პრობლემა ამოდის აგრეთვე კვლევებიდან. ეს პრობლემა ჟღერს ესე, რომ ჩვენ ერი და ბერი მოსახლეობა ყველანი ერთად ხარჯავთ ჯანდაცვაზე დაახლოებით 1,8 მილიარდ ლარს წელს ალბათ უკვე 2 მილიარდამდე, როგორც 2011-ში, როგორც ამბობენ, და ამის ნახევარი მიდის სწავლებში. ეს არის რეალურად ის უმნიშვნელოვანესი ჩემი აზრით დამატებ სხვა პრობლემებთან ერთად, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჩვენი სისტემის, რომ ეს სიტუაცია გადავტეხოთ და წამლის მოხმარება დავიყვანოთ რაღაც აზრიან
დონემდე გავანახევროთ მაინც. ეს არის ამის გაკეთება ერთი ღონისძიებით არ შეიძლება, ეს არის ადამიანური რესურსის განვითარებითაც, ეს არის წესების დამკვიდრებით, ეს არის მთელი რიგი სხვა ღონისძიებები და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი აქედან გამონთავისუფლებული ფული, აქედან აქ გაკეთებული ეკონომია იქნება ის, რითიც ჩვენ მომავალში ყველანი ერთად დავაფინანსებთ გაზრდილ მოთხოვნას სამედიცინო სერვისებზე. გასაგებია, ქალბატონო მაგდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა კონკრეტულად გაიგონ, ხო, აი თქვათ, რა დაზღვევასაც მიიღებენ, თუნდაც შემოდგომიდან, რა შევა ამ დაზღვევაში და რა არ შევა. აი ეს მინდა, მაგალითად, ერთი პენსიონერის დაზღვევაზე რო ვისაუბროთ, როგორ გამოიყურება ეს პოლისი. ბუდის გიხდით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ფრაზა, რომელსაც ბატონმა დევიმ დაასრულა ჰოსპიტალურ სექტორზე საუბარი. ანუ ის, რომ კომპანიას რეალურად შეექმნა ფინანსური პრობლემები იმის გამო, რომ მას ჰქონდა პრეტენზია ევროპულ ხარისხზე. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ანუ ევროპული ხარისხის, ევროპული სტანდარტის დადება იყო აბსოლუტურად არარეალისტური და ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ, რომ სადაზღვევო კომპანია შეექმნა პრობლემები. აი, სწორედ ამ ხელისუფლების დავალების გამო. როდესაც ხარისხზე არის საუბარი, იცით, პირველ რიგში ხარისხს განაპირობებს კონკურენცია. ეს არაფერი სიახლე არ არის. ყველგან ასახდება მით უმეტეს კერძო სექტორში. და ყველაზე სერიოზული პრობლემა ალბათ სამედიცინო მომსახურების ხარისხს მაშინ შეექმნა, როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს აუკრძალა სადაზღვევო კომპანიის არჩევანის უფლება. ეს არის სერიოზული პრობლემა, რაც ალბათ ძალიან ხშირად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ დღეს სადაზღვევო კომპანიებს არავითარი мотиваცია არ აქვს კლიენტთან ურთიერთობაში გაუმჯობესონ თავიანთი ხარისხი, შეეჯიბრონ ერთმანეთს იმისთვის, რომ უკეთესი სერვისები შესთავაზონ ადამიანებს და თავი მოაწონონ მათ. რადგან დღეს რეგიონების და რაიონების მიხედვით პირდაპირ ლოტებად იყიდება, ასე ვთქვათ, აი ეს მომსახურება და კონკურენცია გვხვდება სადაზღვევო სექტორში, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა ამ სისტემის განვითარებისთვის. რომ თუ ამაზე იფიქრებს სწორედ ხელისუფლება, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს და ადამიანებმა თავად აირჩიონ ინდუსტრია უნდა იყოს ჩამოკიდებული სამუდამოდ სახელმწიფო პროგრამებზე მხოლოდ. კონკურენცია უნდა არსებობდეს კონკურენცია არსებობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს, ეს არის თავად უნდა აირჩიონ, რომელ სადაზღვევო კომპანიაში მიიტანონ თავიანთი სახელმწიფო პოლისი და თუ არ მოეწონებათ მათ თქვენი დაზღვევა სახელმწიფოს ხო არ დაუგზავნებია რომელიმე რაიონში. ამ სადაზღვევო კომპანიის მომსახურება მაშინ ეს შეიძლება. რაც შეეხება კონკრეტულ დაუშვათ პოლისებს, საბოლოოდ ეს დოკუმენტურად გაფორმებული ჯერ პირადად მე არ მინახავს და თუ არ ვწდები ეს საბოლოო ვერსია ჯერჯერობით არც არსებობს, თუმცა რაც არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა, ეს არის ის, რომ უნდა არსებობდეს განსხვავებული პაკეტები სხვადასხვა ჯგუფისთვის ჩვენი საზოგადოების. ანუ როდესაც ვსაუბრობთ ასაკით პენსიონერებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, სტუდენტებზე, მათ განსხვავებული საჭიროებები აქვთ და ძალიან კარგი იქნება თუ ეს იქნება გათვალისწინებული და არა ერთი პაკეტი ყველასთვის. გასაგებია, კონკურენცია ახსენეს ბატონ დევი, თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის კონკურენტული გარემო აი ამ სფეროში? გავმიჟოთ ორი რამე, ხო, რაც ქალბატონო მაგდამ თქვა, ეს ეხებოდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებს, რომლებიც დროებით მე იმედი მაქვს, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ ვაუჩერით დავიწყეთ, ეს ვაუჩერი იყო თავისუფალი არჩევანი იყო სადაზღვევო კომპანიის და დღესაც 2010 წლის ტენდერში და იმ დოკუმენტებში, რომელიც მზადდება, ყველგან ისევ არის დაფიქსირებული, რომ ეს არის დროებითი ერთი სადაზღვევო პერიოდი, შეიძლება კიდევ ერთით, ეს ჩვენ არ ვიცით ზუსტად, ეს სერიოზული საკითხია მათ შორის სამსჯელო, ვაუჩერის ფასის განსაზღვრის ტენდერები. ეს არ არის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერები, ანუ ვაუჩერი რჩება. და მე ვფიქრობ, რომ მოვა ის დროც, როდესაც ვაუჩერი ისევ თავისუფალ არჩევანს დაექვემდებარება. რაც შეეხება არასახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებს, იქ კონკურენცია არის ძალიან დიდი. მე დავეთანხმები ბატონ მიშას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ყველასი ერთად არის ის, რომ არასახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების არასახელმწიფო დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდოს. ანუ ის ადამიანები, რომელსაც თვითონ შეუძლიათ, რომ იმ ადამიანებს ერთის მხრივ პირობები შეუქმნათ ისეთი, რომ შეძლონ დაზღვევა და მეორეს მხრივ ადამიანები განათლებით, ახსნა-განმარტებით, мотиваცია შეუქმნათ იმისი, რომ მარტივად ვთქვათ, ფული ამოიღონ ჯიბიდან და მათთვის სასურველი პროდუქტი იყიდონ. გასაგებია, ევროპულ სტანდარტზე იყო ლაპარაკი და მე ვფიქრობ აბსოლუტურად სწორად შენიშნა ბატონ მიხეილოვნა, რომ შეიძლება
ბევრნაირი იყოს ეს ევროპული სტანდარტი, მაგრამ მე ბატონ გიორგის მაინც მინდა ვკითხო, რომ ეს ევროპული გამოცდილება, საუკეთესო ევროპული გამოცდილება, მოდი კიდევ უფრო დავკონკრეტები, როგორია და ვითარდება თუ არა საქართველოში ეს სფერო ისე, როგორც ვითარდებოდა ევროპაში. სადაზღვევო სისტემამ გააკეთა ევროპული არჩევანი თქვენს გადაცემას სახელს ემთხვევა პრინციპულად ვამბობ ამას. ეხლა როდესაც სისტემა მკვეთრად იწყებს წინსვლას, განვითარებას, რაღაც შეფერხებები არის ხოლმე, ხო? ეს იმხელა ძალისხმევას და რესურსს მოითხოვს თან დროის მოკლე მონაკვეთში, რომ პრობლემები გარდაუვალია. ჩვენ თუ პრობლემებზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს აღმოიფხვრას და არა იმიტომ, რომ ამაზე ვიცინოთ და ამ შემდეგ. ჩვენ რომ ავიღოთ ამიერკავკასიის ქვეყნები, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოში არის ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა სადაზღვევო, მათ შორის სამედიცინო დაზღვევის შექმნილი. ეხლა პრობლემებს რაც შეეხება კიდევ ერთს დავამატებ რა უკვე აი ამ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებში გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერულ და პროგრამულ ტექნოლოგიებს გულისხმობ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსაც, ძალიან გამტარუნარიანობაზე ვსაუბრობდით, კონკრეტული რომელიმე ერთი მენეჯერის შეიძლება ადამიანი დაღლილი იყოს, ღამე უნდა გააღვიძო და იმან მიიღოს გადაწყვეტილება, ხო, უამრავი ფაქტი ჩემთვის მოუყოლიათ ახლობლებს, ან ისედაც რეკავენ ხოლმე დახმარების კონსულტაციების მიღებისთვის, ეს არ არის ერთი და ორი გამონაკლისი. ადამიანური შეცდომა რომ იყოს გამორიცხული და სისტემა მართლა სისტემურად მუშაობდეს, მართლა პასტაფურცლის პირობითად ვამბობ, მაგრამ ესეთი დოკუმენტების ქაღალდის და მატერიალურად ტრიალის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიიტანეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, მე ვიცი რომ ეს არ იქნება იაფი, რამოდენიმე მილიონ ლარიანი, მაგრამ რამდენი იქნება ბიუჯეტი ამ პროგრამების, ალბათ 300 მილიონ ლარს გადაცდება, ხო, საბოლოო ჯამში, რაც დაზღვევაზე წლიურად უნდა მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე ვფიქრობ, რამოდენიმე მილიონი ლარი, ძლიერი პროგრამისტები, ქართული უცხოური ეს ტექნიკური დეტალებია, მე მგონი უნდა მოხდეს სისტემის რამოდენიმე წლის განმავლობაში თანამედროვე პროგრამულ ტექნოლოგიებზე რომ მუშაობდეს აი ამ რელსებზე გადაყვანა. მე ვიტყვით, რომ ევროპას ძალიან დაუახლოვდით დაზღვევის მხრივ. გასაგებია, ჩვენი დრო ამოიწურა პრაქტიკულად, მაგრამ ვინმეს თუ გსურთ რამის დამატება უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, დიდი მადლობა სხვა სტუმრებს, რომლებიც ჩაერთვენ ამ გადაცემაში და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს და ამ პრობლემას ჩვენ ვსწავლობთ და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით აქვთ გასაჭირი, სხვა აქვთ პრობლემა იმისა, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და სწორედ აი ამ ცოდნის საფუძველზე, რაც აი ამ შესწავლის შედეგად არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში ვდგამთ იმ ნაბიჯებს და რაც მთავარია, დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, სახელმწიფოს როლი იმაში, რომ დაზღვეულის უფლებები და პაციენტის უფლებები დაიცვას იზრდება, ისე რომ მე არ გულისხმობ იმას, რომ ჩვენ იდეალურ სურათს მალე მივაღწევთ, მაგრამ მივდივართ იმ პერიოდისკენ, როდესაც საქართველოში დაზღვეული იქნება ყველა ადამიანი. გასაგებია, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის. რეკლამის შემდეგ მე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებლებს, რომ თქვენ ნახავთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან, ასე რომ რამდენიმე წუთში კვლავ ეთერში ვართ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. საფრანგეთის სადაზღვევო სისტემა არის ერთ-ერთი საუკეთესო მთელს მსოფლიოში და ამავდროულად ყველაზე ძვირად ღირებული, რომელიც მოსახლეობას თავაზობს მაღალი კლასის სპეციალისტების ფართო სპექტრს. ფრანგული ჯანდაცვის სისტემა ფინანსდება მოსახლეობის გადასახადებით. ფრანგი მოქალაქის სოციალური დაზღვევის ფონდში იხდის წლიური შემოსავლის 20%-ს. 2007 წლის 23 ნოემბრამდე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ შეერთებოდნენ ფრანგული ჯანდაცვის სისტემას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ სახელმწიფო სადაზღვევო სისტემით სარგებლობის უფლება თუ ქვეყანაში მიაღწევენ საპენსიო ასაკს ან იცხოვრებენ საფრანგეთში 5 წელიწადზე მეტს. ამ ვადამდე მათ შეუძლიათ ისარგებლონ ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო სისტემით. როდესაც მოქალაქე ერთვება სოციალური დაზღვევის სისტემაში, მისთვის გაწეული მომსახურების ნაწილს სახელმწიფო ფარავს. ამავდროულად მას შეუძლია გაიაროს კონსულტაცია ნებისმიერ ექიმთან. საფრანგეთში კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოების ხარისხსა და ფასებში დიდი სხვაობა არ არის. სოციალური დაზღვევის მქონე პაციენტებს ექიმთან ვიზიტისას უწევთ სრული თანხის გადახდა. მომდევნო 10 დღის განმავლობაში კი ეს თანხა პაციენტს აუნაზღაურდება. ფრანგული სისტემა მუდმივად განიცდის ცვლილებებს, დროთა განმავლობაში ვითარდება და იხვეწება. 1989 წლიდან ჩეხეთის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ სერიოზული ცვლილებები გამოიწვია ჯანდაცვის სისტემაში. პაციენტს ყოველთვის შეუძლია მიმართოს პირდაპირ სხვადასხვა სპეციალისტს ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, რაც მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ მიღწევად.
1990 და 1991 წლებში მოხდა ჯანდაცვის სისტემის ლიბერალიზაცია. ძველი სისტემა შეიცვალა, დამყარდა ახალი წესები, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზღვევის ზოგადი კანონი და ჯანმრთელობის დაცვის სადაზღვევო ფონდი. ჯანმრთელობის დაცვის სადაზღვევო მოდელი სავალდებულო გახდა. 1992 წელს შემოიღეს მომსახურეთა დაზღვევის სისტემა. ჩეხეთის სადაზღვევო სისტემაზე მოკლე დროში გადავიდა და მასში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი სახელმწიფოს როლი გახდა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებად მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე პირველ აღწენა ხვალით.